გესალმებით ანა ჩვენი ბოლო საუბრის შემდგომ მე მახსოვს იმ დღეებში რეჟიმი აცხადებდა რომ თემა დახურულია საერთაშორისო გამოძიება არ იქნება და აგერ ევროპარლამენტარებიდან გვესმის გუშინ და იმ წინადღით ასევე დღეს რომ საჭიროა საერთაშორისო გამოძიება თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ სტრუქტურებს და ევროსაბჭოს უმაღლესმა კომისარმა ტყუილში ამხილა რეჟიმი და ითხოვს რეაგირებას ახლაც მე განმარტებებს რომელიც აღმოჩნდა რომ მაშინ ტყუილი უთქვამთ მისთვის ეს თემა არ იხურება როგორც ჩანს იმ ფონზე როცა აგერ პაპუაშვილმა გითხრა რომ ეხლა რუსებისგან ფულის გამოძალვას ცდილობენო კაცო ეს უკრაინას რომ საბჭოს ფული არ უნდათ რომ მისცენო ფიზიკურ პირებს შეიანო ფაქტობრივად ეს და შიში ივანიშვილის ამ მიმართულებითაც იკვეთება ჩემი ამ შეკითხვების ერთობლიობა გადის რეალურ პროცედურების შესაძლებლობაზე რამდენად ემუქრება ივანიშვილს სამხრიდან საფრთხე საერთაშორისო გამოძიებას გულისხმობ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიება იქნება ბოლომდე. ბოლომდე. ამას გააკეთებს ქართველი ხალხი, ჩვენ, ქართველი იურისტები, ადამიანსობლებათა დამცველები, საერთაშორისო ორგანიზაციები. მე მგონი პირველად დავითვალე დაახლოებით 16 იყო თუ არ ვცდები, მეტი თუ არა, რაც მე დავითვალე, ევროპარლამენტარი რომელმაც გუშინ ევროპარლამენტში ეს იყო სამუშაო სესია განიხილა ახსენა მოითხოვა ქმედება საქართველოსთან დაკავშირებით ფაქტობრივად ეპიცენტრში არის საქართველოს ევროპული პოლიტიკური დღესდღეობის ეს ძალიან კარგია ჩვენ რა თქმა უნდა განცხადებების გარდა საქმე და ნაბიჯები გვჭირდება ეს მნიშვნელოვანია როგორ ჩვენ ვითხოვთ ყველასთან, ვინც თქვენ ნახეთ ეკრანებზე, ყველასთან ვმუშაობთ, ასევე ვმუშაობთ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების პარლამენტებთან, სხვადასხვა მექანიზმებთან დაკავშირებით. მაგალითად, გუშინვე ასევე ევროსაბჭოს მომხსენებელმა რომ წერილი გამოაგზავნა პროკურატურას მიმართა, ხო? მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი საშუალებებია. შეიძლება მოითხოვონ დაუყოვნებლივი ვიზიტი. შეიძლება მოითხოვონ ჩამოსვლა და შემოწმება დაწესებულებების. შეიძლება მოითხოვონ შემოწმება საწყობების, ანუ ჩაატარონ დამოუკიდებელი გამოძიება. ნებისმიერ 193-დან ნებისმიერ სახელმწიფოს შეიძლება ქიმიური იარაღის ორგანიზაციაში მოითხოვოს მსგავსი გამოძიება. მე მაქვს იმედი, რომ ეს მექანიზმები ახალი წლის შემდეგ ასე მარჯვნივ მარცხნივ აუცილებლად ამუშავდება. საქმე რაში არის? აქ არ არის კონკრეტულად პერსონალური არაფერი. აქ საქმე იმაშია, რომ როდესაც გამოყენებული იქნა მსოფლიო ისტორიაში ქიმიური იარაღი, ამას მოყვა საერთაშორისო რეაქცია, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ახალგაზრდა ვიღაცა ხალხის შეზღუდვა, დაჯარიმება, დაკავება ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და სილის გაწვნა კაცობრიობისთვის. ანა, რამდენად მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სარჩელები, იგივე სტრასბურგის სასამართლოში, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ დაგვიანებით, მაგრამ 6 წლის თავზე, 5 წლის თავზე, მაგრამ 20 ივნისზე გადაწყვეტილება დადგა. 5 წელი ელოდა ეს ხალხი სამართალს საკუთარ ქვეყანაში ვერ მიაღწია, როგორც ვერცერთმა ბოლო აქციებზე დაზარალებულმა, 2024 წლის აქციებზე დაზარალებულმა, არავინ არ დაუსჯია, არ შეუწუხებია თავი ამის იმიტირებისთვისაც კი რეჟიმს, მაგრამ სტრასბურგმა მიღებული გადაწყვეტილებით აჩვენა, რომ სამართალი დგება, თუნდაც 5 წლის შემდგომ. აი ესეთი პრეცედენტული სარჩელები საქართველოსთან ინდივიდუალური ხაზით, რამდენად გონიათ, რომ ესეც არის გზა? ეს არის ცალსახად ანგარიშვალდებულების საშუალება და კიდევ ერთხელ მიმართავ დაზარალებულებს, რომ შეაგროვონ საბუთები, დაგვიკავშირდნენ ჩვენ ან სხვა ვინმე იურისტს. საშუალება, რომ ადამიანებმა აღიდგინონ სამართალი ინდივიდუალურად და ასევე დადგეს, ესე იგი, ისტორიული სამართლიანობა დადგინდეს. და ერთი ძალიან სანამ დაუბრუნდებით თქვენს კითხვას, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ვთქვა. არავით არის ფუფუნება პაპუაშვილს, კალაძეს თუ ნებისმიერ ნომერს ბიძინა ივანიშვილის მოლაპარაკეთ ოჯინას არ აქვს რომ ისაუბრონ ევროპაზე ან უკრაინაზე. ქვეყანაში არის უსერიოზულესი პრობლემები. დღეს გამოცხადდა რომ შესაძლოა აიწიოს ისევ და ისევ ტარიფმა, რაც ნიშნავს რომ კიდევ გაუძვირდება ყველანაირი მოხმარების პროდუქტი ჩვენ საქართველოს მოსახლეობას. ძვირდება დენი. ძვირდება დენი, გაძვირდება შესაბამისად ყველაფერი, პური და ასე შემდეგ. მიმდინარე
მიმდინარე პრობლემები ქვეყნისა აქვს ძალიან ბევრი. ამიტომ კეთილი ინებოდა ამ ვაჟბატონებმა, რომლებმაც მოიპარეს ხელისუფლება და აქვთ ამბიცია რომ მართონ, ვერაფერს ვერ მართავენ, ისინი თვითონ გამოდიან და ამბობენ რომ გზებზე ქვეყანაში 5-ჯერ მეტი კაცი იღუპება ვიდრე ნორვეგიაში და საფრანგეთში. ამიტომ მათი მხრიდან საერთოდ ფუფუნება ეს არის აი გადატანა ყურადღების განხილვა რომელიღაცა ელჩის დღის წესრიგის მიხედონ ქვეყანას, სადაც რეალურად ცხოვრება საქართველოს მოქალაქისთვის გაუსაძლისი არის. კი ბატონო, არა მარტო დენი თქვენ ბაღების თემაც ჰქონდათ გუშინ, ეს ყველგან სადაც უნდა გაიხედოთ ისმის უკმაყოფილების ხმა და ყოველ დღე კაცი რომელიც ამბობს რომ არის პარლამენტის თავმჯდომარე თვითონ გამოდის, არ ვიცი, საერთაშორისო მიმომხილველის რანგში, ოღონდ მე ღრმა ბავშვობიდან მახსოვს, ვრემიას ესეთი რა ქვია კომენტატორები რომ იყვნენ ზუსტად ამ შინაარსის განცხადებებით, საიდანაც ვინც არ იცის საერთაშორისო პოლიტიკა, ან ვერ ერკვევა, ან პირველად ისმენს რამე საქართველოს შესახებ, ერთ-ერთი ემთხვევა კრემლის რიტორიკას. ეს აღარ არის ეს ხაზები, წარსულს ჩაბარდა ევროპისკენ ღირსეულად ცვლის რაღაცნაირი დაპირებები, ხომ? ძალიან ცხადია დღეს ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ და აკეთებენ. ამ სიცხადეს უნდა მოყვეს თუ არა, თქვენი აზრით, უფრო ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის შიგნით ამ რეჟიმის წინააღმდეგ და როგორ თუ გიფიქრიათ ამ მიმართულებით? ცალსახად მე ვფიქრობ, რომ მთელი ფენები არის ჩვენი მოსახლეობის, რომელიც დაკავებულია სწორედ ამ პრობლემის მოგვარებით და შეიძლება ქუჩაში ვერ გამოდის, თორემ რაც ხდება ბაღებში, უსერიოზულეს უკმაყოფილებას იწვევს 60,000-ზე მეტი ბავშვის მშობლის. ნახეთ რა შეასაქმე და ეს კახა კალაძეს რო დაძდებს გერმანიის ელჩს გამობრძანდეს და გვიპასუხოს კითხვაზე, სად წავიდა ბაღების სააგენტოს წინა ხელმძღვანელი კახა გვანცალაძე. სად წავიდა? რატო ჩაბარდა ამერიკაში ოჯახიანა? რატო აორთქლდა უეცრად მის მიერ დანიშნული? როგორ შეისყიდეს და გახარჯეს 2 მილიონი ლარი მოწყობილების შეძენაში? რომელზეც არავითარი აქტი არ აქვს მიღებული. ანუ განკარგეს 2 მილიონი ლარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე. დირექტორებს დაურეკეს და უთხრეს დაამონტაჟეს ეს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა და ისე იყიდეს მოწყობილობები კომპანია ბუსასგან, რომელიც რა თქმა უნდა ერთადერთი შემწყიდველი იყო, ჰოი რა სურპრიზი არის ჩვენთვის. ისე იყიდეს, რომ ამას სამართლებრივი საფუძველი არ ქონდა. ესე იგი, ყვავის კორუფცია მერიის ქვეშ და გამოვიდეს და გასცეს პასუხი. მშობლები რას ამბობენ? ყველაფერი დაწყებული ინფრასტრუქტურით, ჭამა, კვება, მტვერი, ჰიგიენა, სურსათის უმნებლობა შედის და კვირაში ერთხელ მაინც აღმოაჩენს რაღაცა უბედურებას ბაღის სიმაში, რა ქვია, კვებაში. ჩვენივე სახელმწიფო სააგენტო. ამაზე პასუხისმგებელი არის თბილისის მერია. რას დაძდევს და დიუსელდორფი და ანტვერპენი თავის თავს მოუვლის როგორღაც. მას აქვს პრეტენზია, რომ თბილისის მერია მოპარულია ეს თანამდებობა, მაგრამ მაინც გამოვიდეს და გაგვცეს პასუხი, როგორ განკარგა. გეუბნებით, ახლა 2 მილიონი ლარი ძალიან ბევრ ადამიანს აჭმევს საქართველოში ძალიან დიდი ხანი, იმიტომ რომ ჩვენთა ხელფასები არის მიზერული, ხო? კი ბატონო. ანა, პოლიტიკურ პროცესზე გითხეთ ამ კითხვის ნაწილში და როგორ წარმოგიდგენიათ რისიც ეშინია ივანიშვილს პრინციპში ის ძალიან ცდილობს რომ პოლიტიკური პროცესი მოკლას ამ ქვეყანაში აქვს როლი როგორც აქვს ლუკაშენკოს ეს ძალიან ცხადია რომელიმე ავტორიტარს არ აქვს დიდი მნიშვნელობა მაინც და მაინც გვარს რომელსაც ყავს ბევრი პოლიტპატიმარი და რომლით ვაჭრობაც უნდა თუმცა მას არავინ ევაჭრება ამ ეტაპზე როგორ შეიძლება მასზე წნეხი ქვეყნის შიგნით გაიზარდოს ახლა ცით რა არის ყველა ვისაც წაკითხული აქვს საქართველოს ისტორიის ნარკვევები არ არის საჭირო არქივი წიგნი არის და ონლაინაც დევს მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყისი საქართველოს ისტორია ყველა მარტივად მიხვდება და გაიგებს რომ იმპერიულად ქართველების მართვა ძალიან რთულია. ყოველთვის იყო საქართველოს უდიდესი თავის ტკივილი რუსეთის იმპერიისთვის. თვითონ რუსული წყაროები წერენ ამას. ამიტომ გამოცანა დროებით შეიძლება ასე ისე გამოვიდეს, მათთვისვე არის პირველ რიგში პრობლემა. ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისაც გაგვიძვირდება ელექტროენერგია დავინახოთ რომ ვის მიმართ გამოიტანეს ამნისტია, ეხლა გამოაცხადეს. პარალელურად რამდენიმე კომპანიას ენერგეტიკულ საკითხებზე ამნისტია გამოუცხადეს. 4-ჯერ არის გაზრდილი ბიტკოინის მეშვეობით, ბიტკოინისთვის ელექტროენერგიის მოპოვება. ანუ აქეთ არის ერთი პატარა შემადგენლობა ოცნების, კოცური, არა ოცნების, ოცნებას ქართული ოცნება პარტია. არ მინდა ამას ხშირად წყობა მივეყენო, მაგრამ ის ხალხი, რომელიც საკუთარი კუჭის
ყოველთვის წირავს მთელ ქვეყანას, მთელ მომავალს, აი ეს შემადგენლობა აქეთ და მეორე შემადგენლობა მთელი საქართველო და ყველამ უნდა გაიაზროს ჩვენს გარდა, რუსთაველის გარდა, უნდა გაიაზროს და ეს ბრაზი, რომელიც არის სოციალურ ქსელებში, ეს უკმაყოფილება ქმედებაში გადაზარდოს. კი ბატონო, გიშვებთ ვიცი რომ სხვაგან გეჩქარებათ. მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ანა დოლიძეს უსმენდით, პარტია ხალხისთვის ლიდერი იყო ჩვენთან სტუმრად. ჩვენი შემდგომი სტუმარი იქნება გიორგი შარაშიძე, გახარია საქართველოსთვის